პოლიტიკაში არ ვერევი, აი მავნებლობა. ეგ ფრაზას ვიღაც რო ამბობს, რომ პოლიტიკაში არ ვერევ, შენ ამბობ, რომ ჩემი ცხოვრება მე არ მეკუთვნის და მე ჩემს ცხოვრებას, ჩემი ოჯახის ცხოვრებას ვაბარებ აი კობახიცეს. და იმან გადაწყვეტოს ყველაფერი. იმიტომ რომ პოლიტიკა წყვეტავს შენი შვილი რა სისწავლის, პოლიტიკა წყვეტავს შენი შვილი რა წამალს და რა პრეპარატს მიიღებს, პოლიტიკა წყვეტს ქუჩაში შენი შვილი ვისთან ექნება ურთიერთობა, არაბთან, პაკისტანელთან თუ ქართველთან. პოლიტიკა წყვეტს რა შენი ჯიბიდან რამდენი თანხა უნდა გავიდეს გადასახადებში. პოლიტიკა წყვეტს საბოლოო ჯამში შენ იომებ თუ არ იომებ. დენი რო გაითიშა ეგაც პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ყველაფერს წყვეტს პოლიტიკა და შენ როცა ამბობ რომ მე პოლიტიკაში არ ვერევი, თუ შენ ამბობ რომ რავი რაც გინდა გადამიწყვიტეთ, აი ცხვარი ვარ რა. დასაკლავად როცა გამიყვანთ უბრალოდ მითხარით რომ კლავთ მარელი შემაჭამეთ ცოტა. და ეგ არის და ეგ. ანუ რეალურად ადამიანი რომელიც პოლიტიკაში არ ერევა ცხვარია. ეგ არის ფაქტი. და როგორც უნდა ისე მიიღონ, იმიტომ რომ ეხლა რასაც მე ვამბობ, ესაც პოლიტიკური განცხადებაა და წესით შეურაცხყოფადაც არ უნდა მიიღოს ეგეთმა ადამიანმა. შორის იდიოტი ბერძნული სიტყვა და აპოლიტიკურ ადამიანს იდიოტები ისთვის იყო თურმე ცალკე სასჯელი, ვინც პოლიტიკაში არ ერეოდა. ხო, ეგ სასჯელი ჩვენთან შემოსაღებია, წკეპლა. არა, წკეპლა არა, უფრო მკაცრი. არა, ნუ რეალურად ახლა ახალგაზრდა ბიჭი რომ მაგას იძახის, თან ოჯახი უნდა შექმნას, ბიჭო. რავი, არ გაინტერესებს შენი შვილი რას იზაოს? ელემენტარული აცრები რო არის, ხო, სავალდებულო აცრები. ელემენტარული თვითოულ პრეპარატზე მოვიკვლიე, საიდან შემოტანილია, რამდენი წლიანი ისაა გაკეთებული, რავი, ნახევარი ამოვაღებინე, ხელწერილი დავწერე, ამას არ გაუკეთებიათ კი. რაღაცა საეჭო კომპანიების იყო და რაღაცა. იგივე აგე ჩემმა მეგობარმა შვილი იყო და მე უთხარი მიუტანე ეს ფურცლები რომ აი მეთქი მე გამოვიკვლიე და შენც მოგიწევს ახლა აცრებზე სიარული ბავშვისთვის. და მე მაგალითად ესენი დავბლოკე, იმიტომ რომ არ ვენდობი და რაღაცა. რავი, აი შენ როგორც გინდა ისე ქენი. მე ვკითხე და რავი თავიდან ვიფიქრეო რომ მეც გადამემოწმებინაო, მაგრამ მე იქო ექიმა როგორცა თქო, რავი როგორც უნდათ ისე გააკეთონო და მიუშვიო რა. აი მან ხო უკვე სახელმწიფო საკითხი არა, შვილი გეყოლან, ხო? ელემენტარული გეუბნები რომ გადავამოწმე წამლები რაც უნდა გაუკეთონ მომავალი 9 თვის განმავლობაში, სავალდებულო აცრები. აი გადამოწმებული ფურცელს გაწვდი და რავი შენ გადაწყვეტ. და თავიდან დახედე ვითომ ვა სპასიბა რაღაცა მადლობა და მე დაგეზარა ან რაღაცა ვიღაცა ექიმა გითხრა, ყველა ექიმი მაგას გეტყვის. ხელი ჩაიქნიო, იმიტომ რომ თითოეულ აცრაზე გაწერილია ხელფასი. ხო და ის გეტყვის რომ რა გინდა კაცო ყველას ესე უკეთებ და შენ რაღა იყო და იმანაც ეგრე ო კაი ყველას თუ უკეთებ ამასაც გაუკეთე. ანუ ყველა თუ რაღაცა მოვიდა ჩემსაც ბაზარი არ მოვიდა. ბიჭო თუ ბანალურ დონეზე აი საყოფაცხოვრებო დონეზეც კი არ გინდა რომ შენი აზრი გაითვალისწინონ და შენ მიიღო გადაწყვეტილება საკუთარ შვილთან დაკავშირებით. მე იმ ადამიანს ეხა სახელმწიფო დონეზე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ხო ვეღარ მოთხოვ. იმას ეხა იმ შვილზე არ გადაამოწმა ორი ფურცელი არ გადაშა არაბულ ქალაქებზე დაგიწყებს გვერდში დგომას? არ დაგიწყებს. აი შვილი არ არის. ამას დააკვირდით. აი მეგობრებო 67 ადამიანი გვიყურებს. ამას დააკვირდით ხოლმე დრო არ დაკარგოთ ისეთ ხალხზე, აი ვინსაც მაგალითად აი რეალურად ხელი აქვს ჩაქნეული. თუ ხედავთ ვინმეში ოდნავ აი მებრძოლ სულს პროტესტის გრძნობას იმათ შეადექით და იმათ უთხარით. აი მე ყოველთვის როცა ვატყობ რომ კაცი უკმაყოფილოა და მზად არის რომ რაღაცა მოქმედება ქონდეს ნებისმიერ საკითხზე, იმ ადამიანთან ვიწყებ ურთიერთობას და ვუყვები მე ჩვენს შესახებ და ასე შემდეგ. აი ვინც უბრალოდ წუწუნებს და რავი აი ესე გვიშვერებიან მაგ ადამიანებს ახი აი მაგ ადამიანებს პირველ რიგში ჭირდებათ მაგ ადამიანებს დახმარება. იცი რატო? იმიტომ რომ ვინც უკმაყოფილოა მე ამბოხია გაიგე შინაგანად და მარტოა ძმაო იმას შეიძლება იმას თავის ცხოვრება დააზიანოს თავისი სიმარტოვით და თქვა რაღაც ხისტი მოქმედებები. ამიტომ აუცილებელია მაგეთ ადამიანებთან ლაპარაკი. ჩემ თავზე მაქვს კაცო გამოცდილება. ჩემ თავზე მე სანამ აქ მოხვდებოდი და ამ გუნდში მოხვდებოდი. ყველა პატრიოტი მეგონა კაცო ხან ვისთან გავარბოდი თბილისში, ხან ვისთან რავი ფეხზე ადგობით მოწიწებით ვესალმებოდი. იგეთ ხალხ ძმაო დღეს რო უყურებ და ვიჯახე აი მას გამარჯვებას როგორ ვეუბნებოდი მე. ვაზო. იმიტომ რომ გამოსავალს ვეძებდი ნორმალური მინდოდა მეპოვნანო პატრიოტი ადამიანი და მაშინ ესე ჩანს გაიგე როცა არიცი ცოტა სვანაირია რა რთულია
დამოუკიდებელი ადამიანისთვის რა. ხანსა დამიჭერდნენ, ხანსა დამიჭერ წადი შენ ვიღანა ხარ. ნუ არიყავ ცნობილი, არიყავ გუნდთან ერთად მარტო გახარ იქ ერთი პოლიციელი გიგირეხავს იმას მოწყინდება, მეორე გიგირეხავს ხელებს არავარ გაგათრევენ და აი ესე ვიყავი ხარ საერთოდ დავათრევდნენ ხანსაა და ესეთ ადამიანს ჭირდება მე ყოველთვის ვეუბნევიო შენ მარტო არ იგრძნო თავი კაცო აგერ ვარცევო თან შენაირები ვარ კაცო სხვანაირები კი არა ვართ უბრალოდ ჩვენ მეტი ერთად დგომით მეტი გამოცდილება შევიძინეთ მოდი აგერ ძმაო ჩვენთან და დაცულიც იქნები მარტო აღარ იქნები დაცულიც იქნები და ჩვენ ერთმანეთს გავაძლიერებთ ამ მომენტში გამიგე აი ესე უფრო მე ჯანსაღი მიდგომა მგონია და ესე იმიტომ რომ ჩვენ თავზე მაგ გამოცდილება რა იმის რა შეცდომებს ვიღაც სამჯერო და სინამდვილეში არ უნდა დაიჯერო რაღაც მანიპულაციის ის უხდებოდი ვერკეტი ღვაზე ხარ რატო არაჯობია თქვენ ხალხთან იყო და არც შეცდომა დაუშვა არც მეტათენდო არც ნაკლები მეტად დაიჯერო ადამიანებისა ვინც შენზე პირველ რიგში იდეა ხო ანუ ადამიანზე არ უნდა გააკეთო გათვლა პირველ რიგში იდეა თუ იდეა არასწორი აი იდეა როცა სწორია სულ რავი ლიდერმა გადაუხვიოს გზას ხო იმ იდეა მყარად დარჩება და ხალხიც ერთად დარჩება იმიტომ რომ სიტუაცია ეგეთია როცა იდეასთან ახარ ახლოს იდეა უფრო მყარად დგას ვიდრე ადამიანი ზოგადად რა ადამიანს შეიძლება მოკლავ მაგრამ იდეას ვერ მოკლავ ადამიანს იყიდი მაგრამ იდეას ვერ იყიდი